მოგესალმებით, ეთერშია პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ქართული ოცნების გულმხურვალი მხარდამჭერი ბატონი ვასო. ბატონო ვასო, მოგესალმებით, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ესე იგი სიმართლე გითხრათ მე ხა ტელემაყურებელს მინდა რომ შემომხედოს და მინდა რომ ველაპარაკო სიმართლე გითხრათ გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი, ეხლა კი ძალიან გაბრაზებული ვარ და ქართულ ოცნებაზე აი ნერვები მაქვს დაგლეჯაზე რა. ეს რა ხდება, კაცო, ქვეყანაში ეს რა არის, ბიჭო, ეს ვერ გავიგე. ბიჭო, კაცმა 600 მილიონი შემოიტანა ქვეყანაში და გაათეთრა, ბიჭო, გესმის შენახება. ამათ რომ გითხო ჩვენი მთავრობის წევრები ისეთები არიან რომ ფულსო ბიჭო ხელს არ კიდებენ, სურო წირო დაუდო, ბიჭო, აიგე. ესე იგი, აბა რა შვებია, ვერ გავიგე. აბა რით იღებენ, პირით იღებენ? დამიდე მეც და არ მოვკიდებ ხელს, საერთოდ არ მოვკიდებ ხელს. ფეხის თითებით ავიღებ. გამიჭირდება, მაგრამ ავიღებ, ძმაო. ამათი დედავატირე მე, ბიჭო. ან ეს რა ხდება, კაცო, ეს 21 წლის ფულის ჭამაში გამოუცდელი ხლაპი რო საკრებულოში შეყავთ, ბიჭო. იმან ბიჭო რა ფული უნდა შეჭამოს, ბიჭო, სანამ ეგ ფულის ჭამას ისწავლის დეპუტატობის ვადა გაუვა, ბიჭო, საერთოდ. მე რომ 21 წლის ვიყავი, გადაჭმული მქონდა მთელი რაიკომის ბიუჯეტი, ბიჭო. შევარდაძის დროს მეუბნებოდე პატარა ხარო. 2012-ში ჯერ მოზარდი ხარო. 2014-ში საყვარელი ხარო. 2018-ში თენგენათალეო. 20-ში ტალიკ-ტალიკა ხარო, ჯერო. 2022-ში შელის პატალა ნაკადული ხარო. 2025-ში დიდი ხარო. ვერ გავიგე, ჩემი დრო აღარ მოვიდა თუ მე თქვენი დედა რა. ესმის თქვენი. და ვის მინიშნავენ, ბიჭო, ვიღაცა პატარა ლაწირაკს, ბიჭო. ბიჭო! თქვენ ვაფშე რამე ხო არ გაშლებათ, ბიჭო! ბიჭო, შეგიძლიათ დაისვენოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ფრიად სასიამოვნო მოსაუბრე ბრძანდებით. თუ დაისვენეთ, განვაგრძოთ. ეხლა მე მინდა მივმართო ქართულ ოცნებას რა. თუ არ სადარ მნიშნავ. ექსპორტზე მაინც გამატანილე საქონელი თქვენ შობელ ძაღლებო თქვენ. ეს ექსპორტი საიდან მოდის თვითონ ეს ალბათ იცი ხო ეს ექსპორტი რა არის ხო? ანუ უყურე ბავშვი როდესაც დედის მუცლიდან გამოდის. ანუ ბავშვი მუცლიდან გამოდის ექსპორტზე. ექსი გააკეთა პორტზე. ანუ პორტმა მიიღო საქონელი. ნუ არ მინდა ეხლა რა თეორიებში დაკარგვა და რაღაცა. მე მგონი ძალიან მარტივად ახსენდი ეხლა რა არის ეს. ძალიან საინტერესო მოსაზრებაა, დიახ. ბიჭო, რა ხალხი ყავთ? ბიჭო, ეხლა მე მინდა ვიმართო. აი რა ხალხი ყავთ? ბიჭო, გაგიჟდები რა. აი რომ გადაშალო მაგათი შრომის ციგნაკი ხო რა უწერია იცი შეგნი? დაიბადა ამ ადამ წელს ცოტა ხანი თამაშობდა მანჩესტერ სიტიში, დედის აგინა, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა და მესამე უწერია საქართველოს პრეზიდენტი. რა არის ეხლა ეს? რა არის? აი სამი რაღაცა უწერია და всё. აი თავარს არ დალია კაცი უკვე. კაი რა მართლა რა, მაგის დედავატირე მართლა რა. ჩვენ ძმაო, უცილო ღამეები გვაქვს ძმაო, გათანებული და სისხლი გვაქვს ჩათხრეული. მე რა მინდა რომ უთხრა ხო? ერთი მანდატი რა გახდა, ბიჭო, მაგის დედავატირე, ბიჭო. ვაფშე მანდატი იცი ხო სიტყვა რას ნიშნავს ხო მანდატი? ანუ მანდატი, ანუ დაუკავშ, აი დაუკვირდით რა გამოდის მან, ანუ ვიღაცამ და ესე იგი რუსულად იგივე კი და წი, ანუ შენ მანდატი, ესე იგი რა გამოვიდა მან გითხრა კი, მან აგირჩია შენ მანდატ, ნუ აღარ მინდა რა ეხლა ამ თეორემებზე ლაპარაკი ყველა კარგად ვიცით ყველაფერი რა. საინტერესო თეორიაა, კი ბატონო. ბატონო, წამყალ ხა მე ესეთი თეორემები ძალიან ბევრი მაქვს. ეხლა მაგალითად აი ავიღოთ ვიზა, ხო, ვიზა საიდან მოდის? იცი ეს ვიზა საიდან მოდის? აი საზღვარგარეთ რომ მიდის, ხო, მიდიხარ, ხო, ერთში ხო გეკითხება რისთვის ან ვისთვის მიდიხარო, ხო გეუბნები, ანუ რეიზა, ანუ ვიზაო, ანუ რეიზა, ვიზა მიდიხარო, გამიგე, ხო? მე მგონი ხა ძალიან მარტივია ამის ახს, აი ტრაქტორი, ხო ტრაქტორი, იცი რა არის ტრაქტორი საერთოდ?
სიტყვა ტრაქტორი. ანუ რა არის 2012-ში რომ შეპირდა სოფლებს სპეცტექნიკას მოგიყვანთო ხო შეპირდა არა? მერე რომ მოვიდა ხალხი ხომ მოითხოვეს სად არის სპეცტექნიკა ხო მოითხოვა და ამოკლეს ტრაქში ტორი გაიგე? ანუ ტრაქტორი ამაჩია საქმე რომ ტრაქტორი ანუ მებიდა ამ სიღრმეებში არ მიდა ეხლა ამ სიღრმეებში შევიდა და ისვენეთ. всё. და ისვენეთ შეგვიძლია განვაგრძოთ. ეხლა მე რაზე მეშლება ძვირფასო მეგობრებო ნერვები და რაზე მაწყდება ნერვები. შევარდნაძის დროს ერთი ნაშა მომწონდა და მითხრა რომ ჯერო პატარა ხარო შენო. ახლაც მომწონს ის ნაშა, ეხლა უკვე დიდი ხარო გამელოტრიო და ხიპი დაიდეო. კაი რა ჩემი დრო როდის მოვა რაზინა კაი რა მართლა და მართლა მაგისტე და მაგისი რა არაო როდემდე მეუნებია ყველა უარს მეუნება რა როდის მოდის ჩემი დრო პროსტა მითხარი რა როდის მოდის ჩემი დრო და ვერ გავიგეს პატარა ლაწირაკები როდემდე უნდა გულაობდნენ ბიჭუაკა ჩემი რა არის ჩემი ოქრო არ ჭხლია და სხვისი ბამბა ჭხლიალებს რა არის ბიჭო დეჭარო მაგათია ახლა მეწყვილ მკვდარი ხარო მაგრამ იქ ხომ აიცმოვა ჩემი დო მე თქვენი დედა ვოწირე ბიჭო გადაცემის სპონსორია Village 11 ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის Village 11 კორეული ხარისხი PSP-ში იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45